ფსიქიკური აშლილობის ძირითადი კრიტერიუმები არის. ჯერ ერთი მე უნდა მქონდეს დამახასიათებელი ნიშნების ერთობლიობა. ის რომ მარტო ცუდ ხასიათზე ვარ, თუ გინდა ერთი კვირა, თუ გინდა ორი კვირა, ეს არ ნიშნავს რომ მე დეპრესია მაქვს. დეპრესიას ახლავს კიდევ ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ნიშნები და მხოლოდ ამ ნიშანთა ერთობლიობა და ხანგრძლივობა. მნიშვნელოვანია ერთი რომ იყოს დამახასიათებელი სიმპტომები ამა თუ იმ მდგომარეობის, უნდა იყოს ხანგრძლივობა საკმარისი იმისთვის რომ მე ვთქვა რომ ხო ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პრობლემას, ხო რაც აუცილებელია რომ ისეთი ხანგრძლივობის უნდა იყოს, ან ისეთი სიმწვავის, რომ ამან გამოიწვიოს დისფუნქცია. აი ერთადერთი სხვა შორის დისფუნქცია DSM-5 კლასიფიკაციაში ეს არის ყველგან სავალდებულო კრიტერიუმი, რომ მე ამან აი ამ ისეთი შფოთვა უნდა მქონდეს, ისეთი დეპრესიული სიმპტომატიკა უნდა მქონდეს, ფსიქოზური სიმპტომატიკა უნდა მქონდეს, რამაც უნდა გამოიწვიოს დისფუნქცია. და ეს დისფუნქცია უნდა იყოს სოციალური, ინტერპერსონალური და ოკუპაციური და აკადემიური. ანუ გამიჭირდეს უკვე სწავლა, საქმის კეთება, ადამიანებთან ურთიერთობა და სოციალური რაღაცა პრობლემების გადაწყვეტა. ხო ეს ჩვეული სხვა შორის ესეც ხაზგასმულია, იმიტომ რომ არის ესეთი პრობლემები, რომელსაც ახლა განსაკუთრებული პრობლემების დროს შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გაუმკლავდი ამას. ხო აქ ლაპარაკია ჩვეულ სოციალურ პრობლემებზე, რასაც ჩვეულებრივ შენ ისედაც აგვარებ, ხო? ამიტომ აი ეს ისე თქვა კრიტერიუმი განსაკუთრებულად ყურადღება მისაქცევია და თუ ჩვენ გრძნობთ იმას, რომ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როდესაც უკვე თავს ვერ ვართმევთ ჩვენ ჩვეულ მოვალეობებს, ხო? ამ შემთხვევაში ნამდვილად ჯობს რომ მივაკითხოთ სპეციალისტს და მით უმეტეს ეს არის გახამძლეობული და ეს კიდევ უფრო გამიმწვავებს მე რაღაცებს და მით უმეტეს როდესაც ჩვენ საუბრობთ ბავშვებზე და მოზარდებზე და აი სტუდენტებთან ყოველთვის მაქვს ხოლმე და ჩემი სტუდენტები საბედნიეროდ რაღაცა დობა უჩნდებათ ხოლმე და თუ გრძნობენ რაღაცა პრობლემა აქვს მაკითხავენ ხდება ესე რომ ადამიანი იმიტომ რომ აქვს აი ესეთი ტიპის შფოთვითი მდგომარეობა, დეპრესიული მდგომარეობა, თუ შეცვლილი აქვს აღქმა, თქვათ, რა ხდება მის ირგვლივ, ხო, ახლა გინდა ბოდვა დაარქვი, გინდა ზეღირებულოვანი იდეა დაარქვი და ამის გამო ეს აღარ აქვს იმის უნარი, რომ აკეთოს ის, რაც მან უნდა აკეთოს, ხო? ადგეს დილას, წავიდეს, დაესწროს ლექციას, მოусმინოს, რაღაცა გააკეთოს, სურვილი ქონდეს, ინტერესი ქონდეს, ბოლოს კარგი ლექციას თუ არ დაესწრება და არ იმუშავებს, იმის სურვილიც უხრებათ ხოლმე, რომ აი მეგობრებთან იყვნენ, ის რაც მანამდე მათ სიამოვნებდათ, იმ სიამოვნებასაც ვერ იღებენ. აი თუ ესეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჯობს რომ მიაკითხონ სპეციალისტს, იმიტომ რომ ეს აუცილებლად გაუარესებს შემდგომ კიდევ უფრო მის ყველა მიმართულებით მის ცხოვრებას.